როდესაც პოლიციამ შევიდა სალომე ყანჩელის სახლში, საძინებელში იპოვეს ძველი ნოტების ტომი, რომელზეც მამის ხელით იყო დაწერილი, არასოდეს გახსნა. ეს დღიური 30 წლის განმავლობაში იყო დამალული. მასში ხმა ჟღერს არა როგორც სცენაზე, ის ტირს და ასახელებს იმ ადამიანების სახელებს, ვინც მას ცხოვრებას უმძიმებდა. ეს ჩანაწერები ოფიციალურ ვერსიას მთლიანად ამტვრევს. რატომ დამალეს ეს მტკიცებულება? ვინ გადაწყვიტა, რომ საზოგადოება არასოდეს უნდა გაეგო ჭეშმარიტება? და რატომ სწორედ ახლა, ამდენი წლის შემდეგ, ამ დღიურმა დაინახა დღის სინათლე? ის, რასაც ამ გვერდებზე წაიკითხავთ, შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობდით გენიის ოჯახის შესახებ. სალომე ყანჩელი დაიბადა 1975 წელს თბილისში, იმ დროს, როდესაც მისი მამა, გია ყანჩელი უკვე იყო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული კომპოზიტორი. მისი სიმფონიები ჟღერდა მოსკოვის დიდ დარბაზებში, მისი სახელი იყო ლეგენდა. მაგრამ ის, რასაც არავინ ხედავდა, იყო ფარდის უკან, იმ სახლში, სადაც პატარა გოგონა იზრდებოდა არა როგორც ბავშვი, არამედ როგორც ჩრდილი. მეზობლები იხსენებენ, რომ ყანჩელების ბინიდან ხშირად ისმოდა ფორტეპიანოს ხმა, მაგრამ არასოდეს ბავშვის სიცილი. სახლში მუდმივად იყო სიჩუმე, თითქოს თავად ჰაერი იყო გაჟღენთილი შიშით შეცდომის დაშვებისა. პატარა სალომე სწავლობდა თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში, სადაც მასწავლებლები მას უწოდებდნენ გენიის ქალიშვილს და ელოდნენ, რომ ის გამოიჩენდა იმავე ბრწყინვალებას, რაც მამას ჰქონდა. მაგრამ სალომეს არ უყვარდა მუსიკა, მას უყვარდა თეატრი. როდესაც ის პირველად გამოვიდა სკოლის სცენაზე 1969 წელს, როლში ანტიგონეს, დარბაზი აფეთქდა ტაშით. მაგრამ მამა არ იყო იქ. გია ყანჩელი იმ დღეს იყო ლენინგრადში, სადაც მისი ახალი ოპერის პრემიერა იმართებოდა. სალომე დაბრუნდა სახლში და იპოვა მაგიდაზე ჩანაწერი, მე ვიცი, რომ კარგად გამოხვედი. მაგრამ გახსოვდეს, ყანჩელის გვარი ვალდებულებაა, არა უფლება. ეს იყო ერთადერთი რეაქცია მამისგან. მაგრამ რა ხდებოდა იმ სახლში, როდესაც კარები იხურებოდა? მოწმეები, რომლებიც ახლა პირველად საუბრობენ, ყვებიან შემზარავ დეტალებს. ოჯახის ძველი მეგობარი, რომელიც ანონიმურობას ითხოვს, იხსენებს, გია იყო გენიოსი, მაგრამ სახლში ის იყო ტირანი. ის მოითხოვდა სრულყოფილებას ყველაფერში, თუ სალომე მოჰქონდა 4-იანი, ის არ ესაუბრებოდა მას კვირის განმავლობაში. თუ ის ცდილობდა დაეკრა ფორტეპიანოზე და შეცდომას უშვებდა, მამა წამოდგებოდა და უბრალოდ გადიოდა ოთახიდან, თითქოს ქალიშვილი საერთოდ არ არსებობდა. ეს იყო არა მხოლოდ მკაცრი აღზრდა, ეს იყო ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ნელ-ნელა ანადგურებდა ახალგაზრდა გოგონას თვითშეფასებას. სალომე ცდილობდა იყოს უხილავი. ის დადიოდა სახლში ფეხის წვერებზე, ელაპარაკებოდა ჩურჩულით, ცდილობდა არ შეშფოთებულიყო მამა, როდესაც ის ქმნიდა. მაგრამ რაც უფრო ცდილობდა, მით უფრო გრძნობდა, რომ ის იყო თვირთი, არა ქალიშვილი. მისი დედა, ნატო, ცდილობდა დაეცვა ბავშვი, მაგრამ თავად იყო გატეხილი ქორწინებით, სადაც მუსიკა იყო ერთადერთი ღმერთი და ყველა სხვა უნდა ემსახურა მას. ოჯახის ძველი ფოტოებზე ხედავთ სამ ადამიანს, მამას, რომელიც უყურებს კამერას გამომწვევად, დედას, რომლის თვალებში კითხულობს დაღლილობას, და პატარა გოგონას, რომელიც ცდილობს გაიღიმოს, მაგრამ მისი მხრები ჩამოშვებულია, თითქოს ის ატარებს უხილავ ტვირთს. 1978 წელს, როდესაც სალომეს იყო 13 წელი, მოხდა ის, რაც შეცვალა ყველაფერი. გია ყანჩელი მიიღო მოწვევა ბერლინში, სადაც უნდა ჩაეწერა მისი ახალი სიმფონია. ის წავიდა 2 თვით და დატოვა ოჯახი თბილისში. პირველად ცხოვრებაში სალომეს შეეძლო სუნთქვა. მან დაიწყო დადიანება თეატრალურ სტუდიაში, სადაც შეხვდა ახალგაზრდა რეჟისორს, რომელმაც პირველად უთხრა, შენ არ ხარ შენი მამის ჩრდილი. შენ ხარ შენი საკუთარი სინათლე. ეს იყო პირველი ადამიანი, რომელმაც დაინახა სალომე, არა ყანჩელის გვარი. მაგრამ როდესაც გია დაბრუნდა და გაიგო, რომ ქალიშვილი დადის თეატრში, მოხდა ის, რასაც მოწმეები აღწერენ როგორც შავღამეს. მეზობლები გაიგონეს ყვირილი, ჩურჩლის ტყდომის ხმა და შემდეგ სიჩუმე, რომელიც უფრო საშინელი იყო, ვიდრე ყველაფერი, რაც მანამდე ისმოდა. მეორე დღეს სალომე გამოვიდა სახლიდან შავი სათვალით. სკოლაში უთხრეს, რომ დაეცა კიბეზე. მაგრამ მისი მეგობრები იცოდნენ სიმართლე, მამა მაკრძალა თეატრი და როდესაც ის ცდილობდა დაეცვა თავისი ოცნება, მან ფიზიკურად აჩვენა, ვინ იყო ბატონი იმ სახლში. აქ იწყება ის ნაწილი ისტორიისა, რომელიც ყველაზე მტკივნეულია. სალომე გახდა მოჩვენება საკუთარ სახლში. ის დადიოდა, ჭამდა, სწავლობდა, მაგრამ მისი თვალები იყო ცარიელი. მეგობრები იხსენებენ, რომ ის აღარ საუბრობდა თავის ოცნებებზე, აღარ იცინოდა. ის უბრალოდ არსებობდა, ელოდა იმ დღეს, როდესაც შეძლებდა გაქცევას.
მაგრამ გაქცევა საიდან? როდესაც შენი მამა არის ეროვნული გმირი, როდესაც მთელი ქვეყანა აღფრთოვანებულია მისი მუსიკით, როდესაც შენ ხარ ერთადერთი, ვინც ხედავს ჭეშმარიტ სახეს იმ კაცისა, რომელსაც ყველა თაყვანს სცემს, ვის ეტყვი? ვინ დაგიჯერებს? 1972 წელს სალომე დაამთავრა სკოლა. მან მიიღო ქულები, რომლებიც საშუალებას აძლევდა შესულიყო კონსერვატორიაში, მამის კვალობაზე. მაგრამ ერთ საღამოს, როდესაც მშობლები იყვნენ კონცერტზე, სალომემ შეაგროვა თავისი ნივთები და დატოვა ჩანაწერი მაგიდაზე. მე არ შემიძლია იყო ის, ვინც თქვენ მინდათ რომ ყოფილიყავი. მე უნდა ვიპოვო ჩემი საკუთარი ხმა, თუნდაც ეს ნიშნავდეს თქვენი დაკარგვას. ის გავიდა სახლიდან ერთი ჩანთით და არასოდეს დაბრუნდა იმ ბინაში, სადაც გაატარა ჩრდილში ჩაფლული ცხოვრების 18 წელი. მაგრამ რა მოხდა შემდეგ? სად წავიდა ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც არ ჰქონდა არაფერი გარდა ოცნებისა? და რატომ ამდენი წლის შემდეგ ის დღიური, რომელიც იპოვეს მის სახლში, ამბობს სრულიად სხვა ისტორიას იმის შესახებ, რაც მოხდა იმ ღამეს, როდესაც ის გაიქცა? ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც დაეხმარა მას? და რატომ ეს დახმარება ჩაითვალა როგორც ღალატი? 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, პირველად კამერის წინ დაჯდა ქალი, რომელსაც უწოდებდნენ მეორე დედას და ოჯახის მტრობას. ეს არის ნინო ჯავახიშვილი, ყოფილი თეატრალური რეჟისორი, რომელმაც თავშესაფარი მისცა სალომეს იმ ღამეს, როდესაც ის გაიქცა სახლიდან. 30 წლის განმავლობაში ნინო ინახავდა სიჩუმეს, მაგრამ ახლა, როდესაც სალომე აღარ არის ჩვენთან, ის გადაწყვიტა ისაუბროს. მისი ვერსია მოსდევნებს იმას, რასაც ოფიციალურად ყვებოდნენ კანჩელების ოჯახი. ნინო ამბობს, სალომე არ გაიქცა. ის გადაარჩინა საკუთარი თავი. და ის, რასაც მე ვუწოდებ გადარჩენას, მისმა ოჯახმა უწოდა ღალატი. იმ ღამეს, როდესაც სალომე დატოვა სახლი, ის მივიდა ნინოს პატარა ბინაში ძველ თბილისში, სადაც რეჟისორი ცხოვრობდა მარტო თავის კატებთან და წიგნებთან. ნინო იხსენებს, ის დგას ჩემს კართან ცრემლებში ერთი ჩანთით ხელში. მე ვკითხე, რა მოხდა, და ის უბრალოდ თქვა, თუ დაუბრუნდები, მე მოვკვდები. არა ფიზიკურად, არამედ შიგნიდან. მე უკვე ვგრძნობ, რომ ვკარგავ საკუთარ თავს. მე ვიცოდი, რა ნიშნავდა ეს. ვიცოდი, რა ხდებოდა იმ სახლში, რადგან სალომე მომიყვებოდა სტუდიაში, როდესაც ფიქრობდა, რომ არავინ ისმენდა. ნინომ გახსნა კარი და შეუშვა გოგონა, რომელიც ეძებდა არა თავშესაფარს, არამედ უფლებას იყოს საკუთარი თავი. მაგრამ მეორე დღეს დაიწყო ის, რასაც ნინო უწოდებს ნადირობას. გია ყანჩელი და მისი ცოლი დაიწყეს ქალიშვილის ძებნა. ისინი დარეკეს პოლიციაში, დარეკეს ყველა მეგობარს, დარეკეს სკოლაში. მაგრამ არავინ იცოდა, სად იყო სალომე. ნინო იხსენებს, მესამე დღეს ჩემს კარზე დააკაკუნეს. გავხსენი და დავინახე გია ყანჩელი, კაცი, რომლის მუსიკასაც მთელი ქვეყანა აღფრთოვანებული იყო. მაგრამ მისი თვალები იყო ცივი, როგორც ყინული. მან მკითხა, ჩემი ქალიშვილი აქ არის, მე ვთქვი, დიახ, და ის აღარ დაბრუნდება. ის შემომხედა ისე, თითქოს მე ვიყავი მტერი და თქვა, თქვენ არ იცით, რას აკეთებთ. თქვენ ანადგურებთ ჩემს ოჯახს. რა მოხდა შემდეგ არის ის ნაწილი ისტორიისა, რომელიც ყველაზე მტკივნეულია. გია ყანჩელი არ წავიდა. ის დარჩა კიბეზე და ელოდა. ის ელოდა სალომეს, რომ გამოსულიყო და ესაუბრა მასთან. მაგრამ სალომე არ გამოვიდა. ის იჯდა ნინოს ბინაში, ფანჯრიდან უყურებდა მამას და ტიროდა. ნინო იხსენებს, ის მითხრა, მე მიყვარს ის, მაგრამ მე ვერ დაუბრუნდები. თუ დაუბრუნდები, მე აღარასოდეს გავხდები ის, ვინც მინდა ვიყო. და მე მივხვდი, რომ ეს იყო არა მხოლოდ გაქცევა სახლიდან, ეს იყო გაქცევა იდენტობიდან, რომელსაც მას აძალებდნენ. გია ყანჩელი დარჩა კიბეზე 3 საათის განმავლობაში. მეზობლები იხსენებენ, რომ ისინი ხედავდნენ, როგორ იჯდა ის საფეხურებზე, თავი ხელებში ჩაფლული, და როგორ ტიროდა ის კაცი, რომელიც არასოდეს ტიროდა საჯაროდ. მაგრამ ეს იყო არა მწუხარების ცრემლები, ეს იყო რისხვის ცრემლები. როდესაც ის საბოლოოდ წამოდგა და წავიდა, მან უთხრა ნინოს, რომელიც დგას ფანჯარასთან, თქვენ წაართვით ჩემს ქალიშვილს. ეს არასოდეს დაგავიწყდებათ. და ეს იყო არა მხოლოდ მუქარა, ეს იყო წინასწარმეტყველება. მომდევნო კვირების განმავლობაში სალომე ცხოვრობდა ნინოსთან და ცდილობდა ააშენოს ახალი ცხოვრება. ის დაიწყო დადიანება თეატრალურ სტუდიაში, სადაც ნინო ასწავლიდა. პირველად ცხოვრებაში ის გრძნობდა, რომ შეეძლო სუნთქვა. მან დაიწყო როლების სწავლა, დაიწყო მეგობრების შეძენა, დაიწყო იმის აღმოჩენა, ვინც იყო ის რეალურად, არა ის, ვინც უნდა ყოფილიყო.
მაგრამ ყოველ ღამეს, როდესაც ის სწოლაში იწვა, ის ფიქრობდა მამაზე და გრძნობდა დანაშაულის გრძნობას, რომელიც ჭამდა მას შიგნიდან. ნინო იხსენებს, ის მეკითხებოდა, მე ცუდი ქალიშვილი ვარ და მე ვეუბნებოდი, არა, შენ ხარ ძლიერი ქალიშვილი. შენ აირჩიე საკუთარი თავი და ეს არის ყველაზე რთული არჩევანი, რაც ადამიანს შეუძლია გააკეთოს. მაგრამ მე ვხედავდი, რომ ის არ მჯეროდა. ის იზრდებოდა იმ რწმენით, რომ მისი ღირებულება დამოკიდებული იყო მამის მოწონებაზე და ახლა, როდესაც მან დაკარგა ეს მოწონება, ის გრძნობდა, რომ დაკარგა საკუთარი თავი. მაგრამ რა ხდებოდა ყანჩელების სახლში? მოწმეები ამბობენ, რომ გია ყანჩელი გახდა სხვა ადამიანი. ის აღარ წერდა მუსიკას, აღარ დადიოდა კონცერტებზე. ის იჯდა სახლში და უყურებდა ქალიშვილის ფოტოებს. მისი ცოლი, ნატო, ცდილობდა დაეხმარა მას, მაგრამ ის აგდებდა მას. ის ამბობდა, ეს შენი ბრალია. შენ არ შეაჩერე ის. და ნატო ტიროდა, რადგან იცოდა, რომ ეს არ იყო მართალი, მაგრამ არ შეეძლო დაეცვა საკუთარი თავი. 1973 წელს, 6 თვის შემდეგ სალომეს გაქცევიდან მოხდა ის, რაც შეცვალა ყველაფერი. გია ყანჩელიმ გამოაქვეყნა ინტერვიუ ერთ-ერთ ცნობილ გაზეთში, სადაც თქვა, ჩემი ქალიშვილი მომპარეს. არსებობს ადამიანები, რომლებიც ცდილობენ განადგურონ ოჯახები და ისინი იყენებენ ახალგაზრდა და უცვლელ გოგონებს თავიანთი მიზნებისთვის. ის არ დაასახელა ნინოს სახელი, მაგრამ ყველამ იცოდა, ვის ესაუბრებოდა. ეს იყო საჯარო დაცინვა, რომელმაც ნინოს ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. ნინო იხსენებს, მეორე დღეს ჩემს სახლთან გამოჩნდნენ ჟურნალისტები. ისინი მეკითხებოდნენ, რატომ გაანადგურეთ ყანჩელების ოჯახი, მე ვცდილობდი აუხსნა, რომ მე არ გავანადგურე არაფერი, რომ მე უბრალოდ დავეხმარე გოგონას, რომელსაც სჭირდებოდა დახმარება. მაგრამ არავინ მისმენდა. ყველას სურდა ისმინა ის ვერსია, რომელიც გია ყანჩელი ყვებოდა, რადგან ის იყო გენიოსი და მე ვიყავი უბრალოდ რეჟისორი, რომელსაც არავინ იცნობდა. სალომე კითხულობდა ამ ინტერვიუს და გრძნობდა, რომ მისი სამყარო იშლებოდა. ის გრძნობდა, რომ მამა აქცევდა მას მონსტრად და ის არაფერს ვერ აკეთებდა ამის შესაჩერებლად. ნინო იხსენებს, ის მითხრა, მე უნდა დაუბრუნდე. მე ვერ ვუშვებ, რომ შენ დაზარალდე ჩემი გამო. მაგრამ მე ვუთხარი, თუ დაბრუნდები, ყველაფერი, რისთვისაც იბრძოდით, დაიკარგება. შენ უნდა გააგრძელო არა ჩემთვის, არამედ საკუთარი თავისთვის. მაგრამ რამდენ ხანს შეეძლო ახალგაზრდა გოგონას გაეგრძელებინა ბრძოლა, როდესაც მთელი ქვეყანა მის წინააღმდეგ იყო? როდესაც მისი საკუთარი მამა, ადამიანი, რომელსაც ის უყვარდა ყველაზე მეტად, აქცევდა მას საზოგადო მტრად. და რა იყო ის ფასი, რომელიც მან გადაიხადა იმისთვის, რომ ყოფილიყო საკუთარი თავი? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი ჯერ კიდევ არ გვაქვს. მაგრამ ის, რაც მოხდა შემდეგ, იყო უფრო შემზარავი, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოედგინა. 1974 წლის თებერვალში, ზუსტად 1 წლის შემდეგ სალომეს გაქცევიდან, თბილისის თეატრალურ სამყაროში გავრცელდა ხმა, რომელმაც ყველა შეაშფოთა. ერთ-ერთ პატარა თეატრში, სადაც სალომე მუშაობდა, უცბად გაუქმდა სპექტაკლი, რომელშიც ის უნდა ეთამაშა მთავარი როლი. ოფიციალური მიზეზი იყო ტექნიკური პრობლემები, მაგრამ ყველამ იცოდა რეალური მიზეზი. თეატრის დირექტორს დაურეკეს ზემოდან და უთხრეს, რომ ყანჩელის ქალიშვილი არ უნდა გამოჩნდეს სცენაზე. ეს იყო არა მხოლოდ ერთი გაუქმებული სპექტაკლი, ეს იყო დაწყება სისტემატური კამპანიისა, რომელიც მიზნად ისახავდა სალომეს კარიერის განადგურებას. ნინო ჯავახიშვილი იხსენებს იმ დღეს, როდესაც სალომე დაბრუნდა სახლში სპექტაკლის გაუქმების შემდეგ, ის შემოვიდა და უბრალოდ ჩამოჯდა იატაკზე. არ ტიროდა, არ ყვიროდა, უბრალოდ იჯდა და უყურებდა კედელს. მე ვკითხე, რა მოხდა და ის თქვა, ისინი არასოდეს დამიშვებენ. მამა დაზრუნავს, რომ მე არასოდეს ვიყო აქტრისა. ის ამბობს, რომ თუ მე არ შემიძლია იყო ყანჩელი, მაშინ არ უნდა იყო არაფერი. ეს იყო მომენტი, როდესაც სალომე პირველად მიხვდა, რომ გაქცევა სახლიდან იყო მხოლოდ პირველი ბრძოლა და რომ ომი ახლა-ხელახლა იწყებოდა. მაგრამ ვინ იყო ის ადამიანები ზემოდან, რომლებიც ასრულებდნენ გია ყანჩელის ბრძანებებს? მოწმეები, რომლებიც ახლა პირველად საუბრობენ, ყვებიან შემზარავ დეტალებს. ერთ-ერთი ყოფილი თეატრალური ფუნქციონერი, რომელიც ანონიმურობას ითხოვს, იხსენებს, იმ დროს საბჭოთა კავშირში, თუ შენ იყავი ცნობილი კომპოზიტორი, შენ გქონდა ძალა. გია ყანჩელი იყო არა მხოლოდ ცნობილი, ის იყო ხელშეუხებელი. როდესაც ის დარეკა კულტურის სამინისტროში და თქვა, რომ მისი ქალიშვილი არ უნდა მუშაობდეს თეატრში, ყველამ მოისმინა. არავინ კითხულობდა რატომ, უბრალოდ ასრულებდნენ. ეს იყო არა მხოლოდ მამის რისხვა, ეს იყო სისტემა, რომელიც იცავდა თავის გენიოსებს ყველაფრის საფასურად.
სალომე ცდილობდა იპოვოს სამუშაო სხვა თეატრებში, მაგრამ ყველგან იყო ერთი და იგივე პასუხი: ჩვენ მწუხვართ, მაგრამ ამჟამად არ გვაქვს ადგილები. ის იცოდა, რომ ეს იყო ტყუილი. ის ხედავდა, როგორ იღებდნენ სხვა ახალგაზრდა აქტრისებს, როგორ აძლევდნენ მათ როლებს, რომლებიც მას ჰქონდა დაპირებული. და ყოველჯერზე, როდესაც ის ცდილობდა გაერკვია რატომ, პასუხი იყო ერთი და იგივე: ეს არის გადაწყვეტილება ზემოდან. ის გრძნობდა, რომ მამის ჩრდილი მას მისდევდა ყველგან და რომ ეს ჩრდილი იყო უფრო ძლიერი ვიდრე მისი ოცნებები. მაგრამ იყო ერთი ადამიანი, რომელიც არ შეშინდა გია ყანჩელის ძალაუფლებისა. ეს იყო ალექსანდრე ქავთარაძე, ახალგაზრდა რეჟისორი, რომელიც ახლახან დაბრუნდა მოსკოვიდან, სადაც სწავლობდა ცნობილ თეატრალურ სკოლაში. ალექსანდრე იყო ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებდა პოლიტიკა და ძალაუფლება, მას აინტერესებდა მხოლოდ ხელოვნება. როდესაც ის გაიგო სალომეს ისტორია, ის დაურეკა მას და თქვა: მე ვამზადებ ახალ სპექტაკლს. მე მჭირდება აქტრისა, რომელსაც აქვს რეალური ტკივილი შიგნით, რადგან მხოლოდ ასეთი ადამიანი შეძლებს ითამაშოს ეს როლი. შენ ხარ ის აქტრისა. სალომე ყოყმანობდა. ის იცოდა, რომ თუ მიიღებდა ამ როლს, ეს იქნებოდა პირდაპირი გამოწვევა მამისთვის. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ თუ არ მიიღებდა, ის დანებდებოდა და ყველაფერი, რისთვისაც იბრძოდა, დაიკარგებოდა. ნინო იხსენებს: მე ვუთხარი, ეს შენი გადაწყვეტილებაა. მაგრამ გახსოვდეს, თუ გააკეთებ ამას, შენ აღარ შეძლებ უკან დაბრუნებას. ეს იქნება საბოლოო გამოცხადება დამოუკიდებლობისა. და ის მითხრა: მე მზად ვარ. 1964 წლის აპრილში სალომე ყანჩელი გამოვიდა სცენაზე პატარა თეატრში თბილისის ძველ ქალაქში. სპექტაკლი იყო ანტიგონეს თანამედროვე ინტერპრეტაცია, ისტორია ქალის შესახებ, რომელიც ებრძვის ტირანულ სისტემას. როლი იყო შექმნილი სალომესთვის და ყველამ იცოდა ეს. დარბაზი იყო სავსე, ადამიანები მოვიდნენ არა მხოლოდ სპექტაკლის სანახავად, არამედ იმის სანახავად, გაბედავდა თუ არა ყანჩელის ქალიშვილი გამოწვევა საკუთარი მამისთვის. და როდესაც ფარდა აიხსნა და სალომე გამოვიდა სცენაზე, დარბაზში დამყარდა სიჩუმე, რომელიც იყო უფრო ხმამაღალი, ვიდრე ნებისმიერი ტაში. მოწმეები იხსენებენ, რომ სალომეს თამაში იყო არა მხოლოდ თამაში, ეს იყო აღსარება. ყოველი სიტყვა, რომელსაც ის ამბობდა სცენაზე, ჟღერდა როგორც პირადი ტკივილის გამოხატვა. როდესაც ის ამბობდა: მე არ შემიძლია იყო ის, ვინც თქვენ მინდათ რომ ყოფილიყავი, ყველა იცოდა, რომ ეს იყო არა ანტიგონეს სიტყვები, ეს იყო სალომეს სიტყვები მამისთვის. და როდესაც სპექტაკლი დასრულდა, დარბაზი აფეთქდა ტაშით, რომელიც გრძელდებოდა 10 წუთის განმავლობაში. ადამიანები დგნენ და აფრთხობდნენ და ზოგიერთი ტიროდა, რადგან ისინი ხედავდნენ არა მხოლოდ აქტრისას, ისინი ხედავდნენ ქალს, რომელმაც გაბედა იყო საკუთარი თავი. მაგრამ იმ ღამეს, როდესაც სალომე დაბრუნდა ნინოს სახლში, მან იპოვა წერილი კართან. ის იყო მამისგან. წერილში იყო მხოლოდ ერთი წინადადება: შენ აღარ ხარ ჩემი ქალიშვილი. არანაირი ხელმოწერა, არანაირი ახსნა, მხოლოდ ეს სიტყვები, რომლებიც იყო უფრო მტკივნეული, ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური დარტყმა. სალომე წაიკითხა წერილი და ჩუმად ჩამოჯდა. ნინო იხსენებს: მე ველოდი, რომ ის დაიწყებდა ტირილს, მაგრამ ის არ ტიროდა. ის უბრალოდ თქვა: ახლა მე ვიცი, რომ მე გავაკეთე სწორი არჩევანი. რადგან თუ ის შეიძლება დამწეროს ასეთი რამ, ეს ნიშნავს, რომ ის არასოდეს მიყვარდა როგორც ქალიშვილი, ის მიყვარდა როგორც საკუთრება. მომდევნო დღეებში სალომეს ცხოვრება გახდა კიდევ უფრო რთული. გია ყანჩელიმ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც თქვა, რომ ის უარყოფს თავის ქალიშვილს და რომ ის აღარ არის ყანჩელების ოჯახის წევრი. ეს განცხადება გამოქვეყნდა ყველა მთავარ გაზეთში და მთელმა ქვეყანამ გაიგო, რომ გენიოსმა უარყო საკუთარი შვილი. ზოგიერთი ადამიანი მხარს უჭერდა სალომეს, მაგრამ უმეტესობა ადანაშაულებდა მას. ისინი ამბობდნენ, როგორ შეიძლება ქალიშვილმა გააკეთოს ასეთი რამ საკუთარი მამისთვის. როგორ შეიძლება ის დატოვოს ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ სურს იყოს აქტრისა? მაგრამ რაც არავინ იცოდა იყო ის, რომ სალომე ყოველ ღამეს წერდა წერილებს მამისთვის, რომლებსაც არასოდეს აგზავნიდა. ნინო იპოვა ეს წერილები წლების შემდეგ სალომეს გარდაცვალების შემდეგ და ისინი იყო ყველაზე მტკივნეული დოკუმენტები, რაც კი შეიძლება წაიკითხო. ერთ-ერთ წერილში სალომე წერდა: მამა, მე ვიცი, რომ შენ არასოდეს გაიგებ, რატომ გავაკეთე ეს. მაგრამ მე მინდა იცოდე, რომ მე ვაკეთებ ამას არა იმიტომ, რომ არ მიყვარხარ, არამედ იმიტომ, რომ მიყვარს საკუთარი თავი. და ეს არის რამ, რასაც შენ არასოდეს მასწავლე მე, როგორ მიყვარდეს საკუთარი თავი. 1975 წელს, 2 წლის შემდეგ გაქცევიდან, სალომე ყანჩელი გახდა ერთ-ერთი ყველაზე საუბრის თემა თბილისის თეატრალურ წრეებში.
ის არ იყო ცნობილი, მაგრამ ის იყო ცნობადი, ქალი, რომელმაც გაბედა დაეპირისპიროს საკუთარ მამას. ზოგიერთი ადამიანი მას უწოდებდა გმირს, სხვები ღალატს. მაგრამ ყველა იცოდა მისი სახელი და ყველა იცოდა მისი ისტორია. და ეს იყო ის, რაც სალომეს სურდა, არა დიდება, არამედ აღიარება, რომ ის არსებობდა როგორც ცალკე ადამიანი, არა როგორც ვიღაცის ქალიშვილი. მაგრამ რა ფასი გადაიხადა მან ამ აღიარებისთვის? და რამდენ ხანს შეეძლო მას გაეგრძელებინა ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ, რომელიც იყო შექმნილი იმისთვის, რომ დაეცვა ისეთი ადამიანები, როგორიც იყო მისი მამა? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი მოდის მომდევნო თავებში. მაგრამ ერთი რამ უკვე ცხადია, სალომე ყანჩელის ისტორია არის არა მხოლოდ ისტორია ერთი ქალის შესახებ, რომელმაც გაბედა იყო საკუთარი თავი. ეს არის ისტორია სისტემის შესახებ, რომელიც ანადგურებს ყველას, ვინც ცდილობს იყოს განსხვავებული. და ეს არის ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. 1975 წლის ზაფხულში თბილისის ცენტრალურ თეატრში გაიმართა დახურული შეხვედრა, რომელზეც არავინ უნდა გაეგო. ოთახში იყვნენ 5 ადამიანი, კულტურის სამინისტროს 2 წარმომადგენელი, თეატრის დირექტორი, ერთი ცნობილი კრიტიკოსი და გია ყანჩელი. მაგიდაზე იდო დოკუმენტი, რომელზეც ხელმოწერა არ იყო, მაგრამ რომლის შინაარსი იყო კრისტალურად ნათელი, სალომე ყანჩელის სახელი უნდა წაშლილიყო ყველა თეატრალური რეპერტუარიდან. არა ოფიციალურად, არა საჯაროდ, არამედ უბრალოდ ისე, რომ არავინ შეამჩნევდა. ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც 30 წლის შემდეგ პირველად საუბრობს, იხსენებს, გია ყანჩელი არ ყვირო და არ მუქარა. ის უბრალოდ თქვა, ჩემი ქალიშვილი არის დაავადებული. ის არ იცის, რას აკეთებს. და თუ თქვენ მართლა გიყვართ ქართული კულტურა, თქვენ არ დაუშვებთ, რომ ეს დაავადება გავრცელდეს. და ყველამ დაუქნია თავი, რადგან როდესაც გენიოსი საუბრობს, შენ არ კამათობ, შენ უბრალოდ ასრულებ. ეს იყო არა მხოლოდ მამის შურისძიება, ეს იყო სისტემატური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ერთი ქალის სულის მოკლას, მის სხეულის შეხების გარეშე. რატომ არავინ გაბედა ამ ოთახიდან გასვლა და სიმართლის თქმა? რატომ 5-ვე ადამიანი გახდა თანამონაწილე იმ დანაშაულში, რომელიც ჩადენილი იქნა არა ქუჩაში, არამედ ოფისში, ხელმოწერებითა და ჩაის ჩიქებით? მომდევნო კვირების განმავლობაში სალომე დაიწყო შეგრძნება, რომ რაღაც იცვლებოდა. თეატრები, რომლებიც ადრე მას უპირებდნენ როლებს, უცბად ხდებოდნენ დაკავებულები. რეჟისორები, რომლებიც ადრე მას ეძახდნენ, აღარ პასუხობდნენ ტელეფონზე. ალექსანდრე ქავთარაძე, რეჟისორი, რომელმაც მას მისცა პირველი დიდი როლი, დაურეკა ერთ საღამოს და თქვა, სალომე, მე მიყვარხარ როგორც აქტრისა, მაგრამ მე ვერ შემიძლია მეტი გავაკეთო. მე დამირეკეს და მითხრეს, რომ თუ კვლავ გამოგიყენებთ, ჩემი თეატრი დაიხურება. მე მაქვს 30 ადამიანი, რომლებიც მუშაობენ ჩემთან. მე ვერ შევძლებ მათი გაანადგურება ერთი როლის გამო. სალომე ესმოდა, მაგრამ ეს გაგება არ ხდიდა ტკივილს ნაკლებად. ის გრძნობდა, რომ მამის ხელები აღწევდნენ ყველგან, თითქოს ის იყო უხილავი ძალა, რომელიც აკონტროლებდა მის ცხოვრებას უფრო ეფექტურად, ვიდრე მაშინ, როდესაც ის ცხოვრობდა მის სახლში. ნინო ჯავახიშვილი ცდილობდა დაეხმარა სალომეს, მაგრამ თავადაც იყო დაზარალებული. მის თეატრალურ სტუდიას უცბად შეუწყდა დაფინანსება და მან იცოდა რატომ. ის იხსენებს, ერთ დღეს მივიდა ჩემთან ადამიანი კოსტიუმში, რომელიც თქვა, რომ ის არის სამინისტროდან. მან მითხრა, თქვენ აძლევთ თავშესაფარს ადამიანს, რომელიც ანადგურებს ქართულ კულტურას. ეს არის არჩევანი, ან ის, ან თქვენი სტუდია. მე ვუთხარი, მაშინ აიღეთ ჩემი სტუდია, რადგან მე არ ვაპირებ გავდევნო გოგონა, რომელსაც სჭირდება დახმარება. და ისინი აიღეს. ერთი თვის შემდეგ ჩემი სტუდია დაიხურა და ყველა ჩემი სტუდენტი დარჩა ქუჩაში. ეს იყო ფასი, რომელიც ნინომ გადაიხადა იმისთვის, რომ დაეცვა სალომე. მაგრამ ის არასოდეს ინანებდა ამ არჩევანს, რადგან როგორც ის ამბობს, ზოგჯერ სწორი საქმის გაკეთება ღირს ყველაფერი, რაც გაქვს. 1976 წლის გაზაფხულზე სალომე ყანჩელი იჯდა პატარა კაფეში ძველ თბილისში და ცდილობდა გაეგო, რა უნდა გაეკეთებინა შემდეგ. მას არ ჰქონდა სამუშაო, არ ჰქონდა ფული და არ ჰქონდა მომავალი. მაგრამ მას ჰქონდა რაღაც, რაც არავის შეეძლო წაერთვა, ის ჰქონდა თავისი ხმა. იმ დღეს მას მივიდა ახალგაზრდა ჟურნალისტი, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთ დამოუკიდებელ გაზეთში. მან თქვა, მე მინდა დავწერო თქვენი ისტორია. არა ის ვერსია, რომელსაც თქვენი მამა ყვება, არამედ რეალური ისტორია. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა ისაუბროთ ყველაფერზე, ტკივილზე, შიშზე, იმაზე, რაც მართლა ხდებოდა იმ სახლში. სალომე ყოყმანობდა. ის იცოდა, რომ თუ ისაუბრებდა, ეს იქნებოდა წერტილი, საიდანაც უკან გზა აღარ იქნებოდა.
მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ თუ არ ისაუბრებდა, ის დარჩებოდა მუდმივად როგორც ის გოგონა, რომელმაც მიატოვა გენიოსი მამა, და არა როგორც ქალი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი ისტორია. ინტერვიუ გამოქვეყნდა 1976 წლის მაისში, და ის იყო ბომბი. სალომე საუბრობდა ყველაფერზე, როგორ მამა არ ესაუბრებოდა მას დღეების განმავლობაში, თუ ის აკეთებდა შეცდომას, როგორ ის გრძნობდა, რომ იყო უხილავი საკუთარ სახლში, როგორ ის ცდილობდა იყოს სრულყოფილი, მაგრამ არასოდეს იყო საკმარისად კარგი. ის საუბრობდა იმ ღამეზე, როდესაც მამამ აკრძალა თეატრი და როგორ ის გრძნობდა, რომ თუ დარჩებოდა, ის მოკვდებოდა შიგნიდან. მაგრამ ყველაზე ძლიერი ნაწილი ინტერვიუს იყო ბოლო აბზაცი, სადაც სალომე წერდა: მე მიყვარს ჩემი მამა. მე მიყვარს მისი მუსიკა. მაგრამ მე ვერ ვიყავი მისი ქალიშვილი, რადგან ის არ სურდა ქალიშვილი, მას სურდა ასახვა საკუთარი თავისა. და მე არ ვარ ასახვა. მე ვარ ადამიანი. ეს იყო პირველი ჯერ, როდესაც საზოგადოება მოისმინა სალომეს ხმას, არა მისი მამის ხმას მის შესახებ. რეაქცია იყო გაყოფილი. ზოგიერთი ადამიანი მხარს უჭერდა სალომეს და ამბობდა, რომ ის იყო მამაცი ქალი, რომელმაც გაბედა სიმართლის თქმა. სხვები ადანაშაულებდნენ მას და ამბობდნენ, რომ ის აბილწებდა საკუთარი მამის სახელს. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ გია ყანჩელი არაფერი თქვა. ის არ გამოაქვეყნა განცხადება, არ მისცა ინტერვიუ, არ გააკეთა კომენტარი. ის უბრალოდ გააგრძელა თავისი ცხოვრება, თითქოს ინტერვიუ საერთოდ არ არსებობდა. მაგრამ მოწმეები, რომლებიც ხედავდნენ მას იმ დღეებში, ამბობენ, რომ ის შეიცვალა. ერთ-ერთი მისი ახლო მეგობარი იხსენებს: გია ყოველთვის იყო კონტროლირებადი, ყოველთვის იყო ძლიერი. მაგრამ იმ ინტერვიუს შემდეგ მე ვხედავდი, რომ რაღაც მასში გატყდა. ის არ საუბრობდა სალომეზე, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ის ფიქრობდა მასზე. ის ფიქრობდა იმაზე, რასაც ის თქვა და ის ფიქრობდა იმაზე, იყო თუ არა ეს სიმართლე. მაგრამ სალომესთვის ინტერვიუს გამოქვეყნება არ იყო გამარჯვება, ეს იყო დასაწყისი ახალი ბრძოლისა. მომდევნო დღეებში მას დაიწყო მუქარის წერილების მიღება. ზოგიერთი წერილი იყო ანონიმური, სხვები იყო ხელმოწერილი სრული სახელებით. ისინი ამბობდნენ, რომ ის იყო ღალატი, რომ ის აბილწებდა ქართულ კულტურას, რომ ის უნდა დაეტოვებინა ქვეყანა. ერთ-ერთ წერილში იყო დაწერილი: შენ არ იცი, რას აკეთებ. შენ ანადგურებ ადამიანს, რომელიც მისცა შენ ცხოვრება. ღმერთი დაგსჯის შენ ამისთვის. სალომე კითხულობდა ამ წერილებს და ცდილობდა არ შეშინებულიყო, მაგრამ ის შეშინებული იყო. ის გრძნობდა, რომ იყო მარტო მთელი ქვეყნის წინააღმდეგ და რომ ეს ბრძოლა იყო ბრძოლა, რომელსაც ის ვერ მოიგებდა. ნინო ჯავახიშვილი იხსენებს იმ პერიოდს, როგორც ყველაზე მძიმეს სალომეს ცხოვრებაში, ის აღარ იძინებდა. ის იჯდა ღამეებით და უყურებდა ფანჯარას, ელოდა რაღაცას, მაგრამ არ იცოდა რას. ის იკლებდა წონაში, იკლებდა ენერგიას, იკლებდა იმედს. მე ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ მე თავად არ ვიყავი დარწმუნებული. მე ვხედავდი, რომ სისტემა ანადგურებდა მას, და მე არ ვიცოდი, როგორ შევაჩერო ეს. ეს იყო მომენტი, როდესაც სალომე დაიწყო ფიქრი იმაზე, იყო თუ არა ეს ბრძოლა ღირებული. იყო თუ არა ღირებული დაკარგვა ყველაფრისა, ოჯახის, კარიერის, მშვიდობის, მხოლოდ იმისთვის, რომ ყოფილიყო საკუთარი თავი. 1977 წლის თებერვალში, ზუსტად 3 წლის შემდეგ გაქცევიდან, სალომე ყანჩელი მიიღო წერილი, რომელიც შეცვალა ყველაფერი. წერილი იყო მოსკოვიდან, ერთ-ერთი ცნობილი თეატრიდან, სადაც რეჟისორი ეძებდა ახალგაზრდა აქტრისას ახალი სპექტაკლისთვის. რეჟისორმა წაიკითხა ინტერვიუ სალომესთან და გადაწყვიტა, რომ ის იყო სწორედ ის ადამიანი, ვინც მას სჭირდებოდა. წერილში იყო დაწერილი: მე არ მაინტერესებს, ვინ არის თქვენი მამა. მე მაინტერესებს, ვინ ხართ თქვენ. და იმიდან გამომდინარე, რაც წავიკითხე, თქვენ ხართ ზუსტად ის აქტრისა, რომელიც მე მჭირდება, ადამიანი, რომელმაც იცის, რას ნიშნავს ბრძოლა საკუთარი იდენტობისთვის. ეს იყო პირველი ჯერ, როდესაც ვინმე უყურებდა სალომეს არა როგორც ყანჩელის ქალიშვილს, არამედ როგორც სალომე ყანჩელს, აქტრისას, რომელსაც ჰქონდა საკუთარი ხმა და საკუთარი ისტორია. სალომე კითხულობდა წერილს და ტიროდა, მაგრამ ეს იყო არა მწუხარების ცრემლები, ეს იყო შვებისა და იმედის ცრემლები. ის გრძნობდა, რომ საბოლოოდ, ამდენი ბრძოლის შემდეგ ვინმე დაინახა ის როგორც ცალკე ადამიანი. ნინო იხსენებს, როდესაც ის მომიჩვენა წერილი, მე ვიცოდი, რომ ეს იყო მისი შანსი. ეს იყო შანსი დაეტოვებინა ყველაფერი, რაც აწამებდა მას, და დაეწყო ახალი ცხოვრება. მაგრამ მე ასევე ვიცოდი, რომ ეს ნიშნავდა, რომ ის დატოვებდა საქართველოს და რომ ის დატოვებდა ჩემ. და ეს იყო ყველაზე მტკივნეული ნაწილი, იმის ცოდნა, რომ მისი გადარჩენა ნიშნავდა ჩემს დაკარგვას.
მაგრამ ნინომ არასოდეს უთხრა ეს სალომეს, რადგან ის იცოდა, რომ სიყვარული ზოგჯერ ნიშნავს გაშვებას, არა შენახვას. სალომე მიიღო გადაწყვეტილება წასვლის შესახებ 1 კვირის განმავლობაში. ის იცოდა, რომ თუ დარჩებოდა საქართველოში, ის მუდმივად იქნებოდა ყანჩელის ქალიშვილი, ადამიანი, რომელიც განისაზღვრებოდა არა საკუთარი მიღწევებით, არამედ მამის გვარით და მამის რისხვით. მაგრამ მოსკოვში ის შეეძლო იყოს უბრალოდ სალომე, აქტრისა, რომელსაც ჰქონდა ნიჭი და ოცნება. ის დაურეკა რეჟისორს და თქვა, მე მოვალ. მაგრამ მე მინდა იცოდეთ, მე არ ვარ მხოლოდ აქტრისა. მე ვარ ადამიანი, რომელიც ატარებს ბევრ ტკივილს. და ზოგჯერ ეს ტკივილი ჩანს სცენაზე. რეჟისორმა უპასუხა, ეს არის ზუსტად ის, რაც მე მჭირდება. ტკივილი არის ის, რაც ხდის თამაშს რეალურს. 1967 წლის აპრილში სალომე ყანჩელი დატოვა თბილისი. ის წავიდა ადრე დილით, როდესაც ქალაქი ჯერ კიდევ იძინებდა, რადგან არ სურდა გამოსამშვიდობებელი. ის დატოვა წერილი ნინოსთვის, სადაც წერდა, შენ გადამარჩინე, როდესაც მე ვფიქრობდი, რომ გადარჩენა შეუძლებელი იყო. შენ მასწავლე, რომ სიყვარული არის არა კონტროლი, არამედ თავისუფლება. და ახლა მე ვიყენებ ამ თავისუფლებას, რომ ვიპოვო საკუთარი გზა. მე არასოდეს დაგავიწყდები და მე ვიცი, რომ შენც არასოდეს დამავიწყდები. მაგრამ ახლა დროა, რომ მე ვიყო არა შენი პროექტი, არამედ ჩემი საკუთარი ცხოვრება. ნინო იპოვა ეს წერილი და ტიროდა მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ზოგჯერ ყველაზე დიდი სიყვარული ნიშნავს გაშვებას, თუნდაც ეს გულს გიტეხავდეს. მაგრამ რა მოხდა, როდესაც გია ყანჩელიმ გაიგო, რომ მისი ქალიშვილი დატოვა ქვეყანა? როგორ რეაგირა ის იმ ამბავზე, რომ სალომე წავიდა მოსკოვში, იქ სადაც მისი გავლენა აღარ აღწევდა? და რა იყო ის, რაც მოხდა მოსკოვში, რამაც საბოლოოდ შეცვალა სალომეს ცხოვრება და მისცა მას ის, რასაც ის ეძებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში, აღიარება არა როგორც ვიღაცის ქალიშვილი, არამედ როგორც საკუთარი თავი. მოსკოვის თოვლიანმა ქუჩებმა შეხვდა სალომე ყანჩელი იმ გრძნობით, რომელსაც ის არ იცნობდა, ანონიმურობის გრძნობით. აქ არავინ იცნობდა მას, არავინ იცოდა მისი გვარი, არავინ უყურებდა მას როგორც ყანჩელის ქალიშვილს. პირველად ცხოვრებაში ის შეეძლო დაედინა ქუჩაში და იყოს უბრალოდ ქალი 21 წლისა, რომელსაც ჰქონდა ოცნება და ჩანთა ხელში. თეატრი, სადაც ის უნდა მუშაობდა, იყო პატარა, მაგრამ ცნობილი ადგილი, სადაც რეჟისორები ექსპერიმენტირებდნენ, სადაც აქტრისებს ეძლეოდათ თავისუფლება იყვნენ თამამები და განსხვავებულები. როდესაც სალომე პირველად შევიდა რეპეტიციის დარბაზში, რეჟისორმა ვლადიმირ სოკოლოვმა უთხრა, აქ ჩვენ არ ვაინტერესებთ, საიდან მოხვედი. ჩვენ გვაინტერესებს, რას შეგიძლია მოგცე სცენაზე. შენი წარსული არის შენი საქმე, შენი თამაში არის ჩვენი საქმე. ეს იყო პირველი ჯერ, როდესაც სალომეს არ მოუწია ახსნა, არ მოუწია გამართლება, არ მოუწია დაცვა საკუთარი თავისა. ის უბრალოდ შეეძლო იყოს აქტრისა. პირველი თვეები მოსკოვში იყო რთული. სალომე ცხოვრობდა პატარა ბინაში, რომელსაც იზიარებდა 3 სხვა ახალგაზრდა აქტრისასთან. ისინი იყვნენ გოგონები, რომლებიც ასევე ეძებდნენ თავიანთ გზას, ასევე ებრძოდნენ სისტემას, რომელიც ცდილობდა მათ ჩაეტიათ ყუთებში. ერთ-ერთი მათგანი ირინა იყო გოგონა ციმბირიდან, რომელიც გაიქცა სახლიდან, რადგან მამა სურდა გაეთხოვებინა ის 50 წლის კაცზე. მეორე ოლგა იყო გოგონა, რომელიც დატოვა სამედიცინო სკოლა, რადგან გრძნობდა, რომ მისი ნამდვილი მოწოდება იყო თეატრი. მესამე ნატაშა იყო გოგონა, რომელიც იზრდებოდა ბავშვთა სახლში და არასოდეს ჰქონდა ოჯახი. ისინი 4-ვე იყვნენ გოგონები, რომლებსაც არაფერი ჰქონდათ გარდა ოცნებისა და ეს აკავშირებდა მათ უფრო ძლიერად, ვიდრე სისხლი შეეძლო. სალომე იხსენებს იმ დღეებს, როგორც ყველაზე ბედნიერს მის ცხოვრებაში, მიუხედავად სიღარიბისა და გაურკვევლობისა. ის წერდა წერილებს ნინოსთვის, სადაც აღწერდა თავის ახალ ცხოვრებას. აქ მე შემიძლია სუნთქვა. აქ მე შემიძლია იყო ის, ვინც მინდა ვიყო და არავინ მკითხავს, რატომ მე არ ვარ ის, ვინც უნდა ყოფილიყავი. ჩვენ ვცხოვრობთ 4-ვე ერთ ოთახში, ვჭამთ მაკარონს ყოველ საღამოს და ვიცინით იმაზე, რომ ჩვენ არ გვაქვს არაფერი. მაგრამ მე ვგრძნობ, რომ მაქვს ყველაფერი, რადგან მაქვს თავისუფლება. ეს იყო პერიოდი, როდესაც სალომე პირველად გრძნობდა, რომ ის არ იყო მარტო, რომ იყვნენ სხვა ადამიანები, რომლებიც ასევე ებრძოდნენ იმავე ბრძოლას. მაგრამ რეპეტიციები იყო ინტენსიური და მტკივნეული. ვლადიმირ სოკოლოვი იყო რეჟისორი, რომელიც მოითხოვდა სრულ ემოციურ გახსნას თავისი აქტრისებისგან. ის არ სურდა ზედაპირული თამაში, ის სურდა სიმართლე, ნედლი და დაუცველი. პირველ რეპეტიციაზე ის უთხრა სალომეს, მე ვიცი, რომ შენ ატარებ ტკივილს. მე ვხედავ მას შენს თვალებში. და მე მინდა, რომ შენ გამოიყენო ეს ტკივილი სცენაზე.
არ მალო მას, არ ებრძოლო მას, გამოიყენო ის. სალომე შეშინდა, რადგან ის არასოდეს ჰქონდა ნებადართული გამოეყენებინა თავისი ტკივილი. მთელი ცხოვრება მას ასწავლიდნენ, რომ ტკივილი უნდა დამალულიყო, რომ სისუსტე უნდა დაფარულიყო. მაგრამ აქ, ამ თეატრში მას ეუბნებოდნენ, რომ ტკივილი იყო ძალა, არა სისუსტე. პირველი სპექტაკლი, რომელშიც სალომე ითამაშა, იყო თანამედროვე ინტერპრეტაცია ჩეხოვის ივანოვისა. სალომე ითამაშა როლს ანას, ქალისა, რომელიც უყვარს კაცი, რომელიც ვერ უყვარს საკუთარი თავი. ეს იყო როლი, რომელიც მოითხოვდა სალომესგან, რომ გამოეხატა ყველა ის ემოცია, რომელსაც ის ატარებდა წლების განმავლობაში, სიყვარული, რომელიც არ იყო საპასუხო, ტკივილი, რომელიც არ იყო აღიარებული, იმედი, რომელიც მუდმივად იყო გატეხილი. რეპეტიციების დროს სალომე ხშირად ტიროდა და არა იმიტომ, რომ როლი მოითხოვდა ამას, არამედ იმიტომ, რომ ის ვერ აკონტროლებდა ემოციებს, რომლებიც ამოდიოდა მისგან. ვლადიმირ სოკოლოვი უყურებდა მას და ამბობდა, ეს არის ის, რაც მე მჭირდება. ეს არის სიმართლე. სპექტაკლის პრემიერა იყო 1977 წლის ოქტომბერში. დარბაზი იყო სავსე კრიტიკოსებით, ჟურნალისტებით და თეატრის მოყვარულებით, რომლებიც მოვიდნენ იმის სანახავად, რას შესთავაზებდა ახალი რეჟისორი და მისი უცნობი აქტრისები. როდესაც ფარდა აიხსნა და სალომე გამოვიდა სცენაზე, ის გრძნობდა, რომ მისი გული ისე ძლიერად ცემდა, რომ ფიქრობდა, რომ ყველა ისმენდა მას. მაგრამ როდესაც ის დაიწყო თამაში, რაღაც მოხდა, ის დაივიწყა დარბაზი, დაივიწყა შიში, დაივიწყა ყველაფერი გარდა იმ ემოციებისა, რომლებსაც ის ატარებდა. ის თამაშობდა არა როგორც აქტრისა, რომელიც ასრულებს როლს, ის თამაშობდა როგორც ქალი, რომელიც ცხოვრობდა ამ ემოციებს რეალურად. როდესაც სპექტაკლი დასრულდა, დარბაზში იყო სიჩუმე რამდენიმე წამის განმავლობაში, ის სახი სიჩუმე, რომელიც ხდება, როდესაც ადამიანები ხედავენ რაღაც ისეთს, რაც ეხება მათ სულის სიღრმეში. შემდეგ დაიწყო ტაში, რომელიც გრძელდებოდა 15 წუთის განმავლობაში. ადამიანები დგნენ, აფრთხობდნენ, ზოგიერთი ტიროდა. კრიტიკოსები, რომლებიც ჩვეულებრივ იყვნენ ცივი და ანალიტიკური, ასევე დგნენ და აფრთხობდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მოგვიანებით დაწერა, სალომე ყანჩელი არის აქტრისა, რომელიც არ თამაშობს, ის ცხოვრობს სცენაზე. მისი თამაში არის არა ტექნიკა, არამედ სიმართლე, რომელიც ამოდის სულის სიღრმიდან. ეს იყო პირველი ჯერ, როდესაც სალომე იყო აღიარებული არა როგორც ვიღაცის ქალიშვილი, არამედ როგორც აქტრისა, რომელსაც ჰქონდა საკუთარი ხმა. მაგრამ წარმატება მოსკოვში არ ნიშნავდა, რომ სალომე დაივიწყა თბილისს ან მამას. ყოველ ღამეს, როდესაც ის სწოლაში იტვა, ის ფიქრობდა იმაზე, რა იფიქრებდა გია ყანჩელი, თუ ნახავდა მის თამაშს. იფიქრებდა თუ არა ის, რომ ის იყო კარგი? იამაყებდა თუ არა ის მით, რასაც ის მიაღწია? თუ ის კვლავ ფიქრობდა, რომ ის იყო ღალატი, რომელმაც მიატოვა ოჯახი? ეს კითხვები აწამებდა სალომეს, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, ის კვლავ უყვარდა მამა და კვლავ სურდა მისი მოწონება. ირინა, მისი ოთახის მეგობარი იხსენებს, ის ხშირად იჯდა ფანჯარასთან და უყურებდა თოვლს. მე ვკითხავდი, რაზე ფიქრობ და ის ამბობდა, ვფიქრობ იმაზე, რომ წარმატება არის ცარიელი, როდესაც არავინ არის, ვისთანაც გინდა გაიზიარო ის. და მე ვიცოდი, რომ ის საუბრობდა მამაზე. 1978 წლის იანვარში, 6 თვის შემდეგ პრემიერიდან, სალომე მიიღო წერილი, რომელიც შეცვალა ყველაფერი. წერილი იყო თბილისიდან, მაგრამ არა ნინოსგან, ეს იყო მისი დედისგან, ნატო ყანჩელისგან. ეს იყო პირველი ჯერ 3 წლის განმავლობაში, როდესაც დედა დაუკავშირდა მას. წერილში იყო დაწერილი, სალომე, მე ვიცი, რომ შენ გრძნობ, რომ მე არ მიგიჭერ მხარს, როდესაც შენ გჭირდებოდა ეს. და შენ მართალი ხარ. მე ვიყავი სუსტი და მე ვნანობ ამას ყოველ დღე. მაგრამ მე მინდა იცოდე, რომ მე ვუყურებ შენ მოსკოვიდან და მე ვამაყობ შენით. შენი მამა არასოდეს ამას არ იტყვის, მაგრამ მე ვიცი, რომ ის ასევე უყურებს. ის წაიკითხა რეცენზიები შენს თამაშზე და მე ვნახე, როგორ შეიცვალა მისი სახე. ეს არ იყო რისხვა, ეს იყო რაღაც სხვა რაღაც, რასაც მე არ შემიძლია დავასახელო. მაგრამ მე ვიცი, რომ ის ფიქრობს შენზე და მე ვიცი, რომ ის ნანობს, თუნდაც ის არასოდეს ამას არ აღიარებს. სალომე კითხულობდა წერილს და ტიროდა. ის ტიროდა იმიტომ, რომ ის გრძნობდა, რომ დედა ცდილობდა ააშენოს ხიდი, რომელიც გატეხილი იყო წლების განმავლობაში. ის ტიროდა იმიტომ, რომ ის გრძნობდა, რომ მამა, მიუხედავად ყველაფრისა, კვლავ ფიქრობდა მასზე. მაგრამ ის ასევე ტიროდა იმიტომ, რომ ის იცოდა, რომ ეს არ იყო საკმარისი. ის იცოდა, რომ სანამ მამა არ ეტყოდა მას პირდაპირ, რომ ის ამაყობდა მით, სანამ ის არ აღიარებდა, რომ ის შეცდა, სანამ ის არ ითხოვდა პატიებას, ეს ყველაფერი იქნებოდა მხოლოდ სიტყვები, რომლებსაც ამბობდა სხვა ადამიანი. ის დაწერა პასუხი დედისთვის, დედა, მე მადლობელი ვარ, რომ დამიწერე.
მაგრამ მე არ შემიძლია დაუბრუნდე, სანამ მამა არ მოისურვებს, ნახოს მე როგორც ის, ვინც მე ვარ, არა როგორც ის, ვინც მას სურდა რომ მეყავი. მე მიყვარს ის, მაგრამ მე ვერ დაუბრუნდები იმ სახლში, სადაც მე ვიყავი უხილავი. მაგრამ რა ხდებოდა თბილისში? როგორ რეაგირებდა გია კანჩელი იმ ამბავზე, რომ მისი ქალიშვილი ხდებოდა წარმატებული მოსკოვში? და რა იყო ის, რაც მოხდა შემდეგ, რამაც საბოლოოდ აიძულა ორი ადამიანი, მამა და ქალიშვილი, შეხვედროდნენ ერთმანეთს პირველად 3 წლის განმავლობაში? ეს არის ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მაგრამ რომელიც მიდის თავისი კულმინაციისკენ, მომენტისკენ, როდესაც ორი ადამიანი, რომლებიც უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ვერ ესმოდათ ერთმანეთი, საბოლოოდ უნდა გადაწყვიტონ. შეუძლიათ თუ არა მათ იპოვონ გზა ერთმანეთთან, თუ ისინი მუდმივად დარჩებიან უცხოებად, რომლებიც იზიარებენ მხოლოდ სისხლს, მაგრამ არა გაგებას. 1968 წლის მარტში, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მოხვდა ადამიანი, რომლის სახელი ყველა მიცოდა, მაგრამ რომლის სიმართლეც არავინ იცნობდა. გია კანჩელი, კომპოზიტორი, რომლის მუსიკა ჟღერდა მთელ საბჭოთა კავშირში, იწვა საავადმყოფო საწოლში და უყურებდა თეთრ ჭერს, რომელიც ჰგავდა ცარიელ ფურცელს, სადაც აღარაფერი იწერებოდა. ექიმები ამბობდნენ, რომ ეს იყო გულის შეტევა, მაგრამ ის, ვინც იცნობდა მას, იცოდა სიმართლე, ეს იყო არა გულის შეტევა, არამედ სულის შეტევა, რომელიც მოვიდა წლების განმავლობაში დაგროვილი ტკივილისგან, რომელსაც ის არასოდეს აღიარებდა. მისი ცოლი, ნატო, იჯდა მის გვერდით და ჭერდა მის ხელს, რომელიც იყო ცივი და სუსტი და ფიქრობდა იმაზე, რამდენი წელი გაიარა მას შორის, როდესაც ეს ხელი იყო ძლიერი და აკონტროლებდა ყველაფერს, და ახლა, როდესაც ეს ხელი ვერაფერს აკონტროლებდა, თუნდაც საკუთარ ცემას. ექთანმა, რომელიც შემოვიდა ოთახში, უთხრა ნატოს, თქვენ უნდა დაურეკოთ ოჯახს. ის საჭიროებს ყველას, ვინც მას უყვარს. და ნატომ იცოდა, რას ნიშნავდა ეს, ის უნდა დაერეკა სალომეს, ქალიშვილს, რომელსაც მამა არ ესაუბრებოდა 3 წლის განმავლობაში, ქალიშვილს, რომელიც იყო მოსკოვში და არ იცოდა, რომ მამა იცვა საავადმყოფოში და ფიქრობდა მასზე. რატომ სისტემა, რომელიც იცავდა გენიოსებს, არ იცავდა მათ ოჯახებს? რატომ ძალა, რომელიც შეეძლო დაეხურა თეატრები და გაენადგურებინა კარიერები, ვერ შეეძლო გაეხსნა გული ერთი კაცისა, რომელიც კვდებოდა არა სხეულით, არამედ სინანულით? ნატო კანჩელი დგას საავადმყოფოს დერეფანში, ხელში ჭერს ტელეფონის ნომერს, რომელიც მას მისცა ნინო ჯავახიშვილმა 1 წლის წინ, როდესაც ისინი შეხვდნენ ბაზარში და ნინომ უთხრა, თუ ოდესმე დაგჭირდება დაკავშირება სალომესთან, აი ეს ნომერია. ის არის მოსკოვში, მაგრამ ის კვლავ არის თქვენი ქალიშვილი, და ის კვლავ გიყვართ, თუნდაც თქვენ არ გაბედოთ ამის თქმა. ნატო უყურებს ამ ნომერს და გრძნობს, რომ მისი ხელები კანკალებს, რადგან ის იცის, რომ ეს ზარი შეცვლის ყველაფერს, ან გააერთიანებს ოჯახს, ან საბოლოოდ გაანადგურებს იმ ბოლო ძაბს, რომელიც კვლავ აკავშირებს მათ. ის აკრებს ნომერს და ისმენს ზარის ხმას, რომელიც ჟღერს ერთხელ, ორჯერ, 3ჯერ და შემდეგ ისმის ხმა, რომელსაც ის არ გაუგონია 3 წლის განმავლობაში, სალომეს ხმა, რომელიც ამბობს, გაუმარჯოს, და ნატო ვერ საუბრობს, რადგან მისი ყელი იკვრება ცრემლებისგან და ის მხოლოდ ჩურჩულებს, სალომე, ეს დედაა. შენი მამა საავადმყოფოშია. ის გჭირდება. სიჩუმე ხაზის მეორე მხარეს გრძელდება რამდენიმე წამის განმავლობაში, რომელიც გავს მარადისობას, და შემდეგ სალომე ამბობს, მე მოვალ. მე დაუბრუნდები. სალომე ყანჩელის ის მატარებელში, რომელიც მიდის მოსკოვიდან თბილისისკენ და უყურებს ფანჯარას, სადაც გადის ველები, ტყეები, სოფლები, ის სამყარო, რომელიც გრძელდება მიუხედავად ყველაფრისა, რაც ხდება ადამიანების გულებში. ის ფიქრობს იმაზე, რა იტყვის მამას, როდესაც ნახავს მას. ეტყვის თუ არა მას, რომ ის კვლავ უყვარს, მიუხედავად ყველაფრისა. ეტყვის თუ არა მას, რომ ის ნანობს, რომ დატოვა ის. თუ ეტყვის მას, რომ ის არ ნანობს, რადგან თუ არ წასულიყო, ის მოკვდებოდა შიგნიდან. ირინა, მისი მეგობარი, რომელიც მოვიდა მასთან სადგურზე, უთხრა, სალომე, გახსოვდეს, შენ არ აპირებ იქ დაბრუნებას იმისთვის, რომ იყო ის, ვინც ისურდა, რომ ყოფილიყავი. შენ აპირებ იქ დაბრუნებას იმისთვის, რომ უჩვენო მას, ვინ ხარ შენ რეალურად. და თუ ის ვერ მიიღებს ამას, ეს არის მისი დანაკარგი, არა შენი. მაგრამ სალომე იცის, რომ ეს არ არის ისეთი მარტივი, რადგან როდესაც შენ უყვარ ხარ ადამიანს, რომელიც გაწყრა, შენ არ შეგიძლია უბრალოდ უთხრა, ეს შენი პრობლემაა, შენ გრძნობ, რომ ეს არის შენი პრობლემა, რადგან სიყვარული არის არა მხოლოდ გრძნობა, არამედ ვალდებულება, რომელიც ზოგჯერ აწამებს უფრო მეტად, ვიდრე სიძულვილი. მატარებელი ჩადის თბილისის სადგურზე გვიან საღამოს, როდესაც ქალაქი უკვე იძინებს, მაგრამ ქუჩები კვლავ ცოცხალია იმ განსაკუთრებული ენერგიით, რომელიც აქვს მხოლოდ თბილისს, ენერგია, რომელიც ამბობს, რომ ცხოვრება გრძელდება მიუხედავად ყველაფრისა.
სალომე დგას პლატფორმაზე თავისი ჩანთით და უყურებს იმ ქალაქს, რომელიც იყო მისი სახლი, მაგრამ რომელიც ასევე იყო მისი ციხე და გრძნობს, რომ რაღაც მის შიგნით იკვრება, შიში, იმედი, სიყვარული, რისხვა, ყველაფერი ერთად, ისე რომ ის ვერ გაარჩევს. რა გრძნობს უფრო მეტად? ნინო ჯავახიშვილი ელის მას სადგურზე და როდესაც ისინი ხედავენ ერთმანეთს, ორივე იწყებს ტირილს, რადგან ეს არის შეხვედრა არა მხოლოდ ორი ადამიანისა, არამედ ორი პერიოდისა, წარსულისა და აწმყოსი, რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან და ცდილობენ იპოვონ გზა ერთად არსებობისთვის. ნინო ეხვევა სალომეს და ჩურჩულებს, შენ ძლიერი ხარ. შენ შეძლება მას. მაგრამ გახსოვდეს, შენ არ აპირებ იქ დაბრუნებას იმისთვის, რომ დაიხაროს. შენ აპირებ იქ დაბრუნებას იმისთვის, რომ დაიცვა საკუთარი თავი, თუნდაც ეს ნიშნავდეს ტკივილს. საავადმყოფო სტერეფანი არის ცარიელი და ჩუმი, როდესაც სალომე შედის იქ შუაღამისას. ექთანი, რომელიც ის მაგიდასთან უყურებს მას და ამბობს, თქვენ ხართ ქალიშვილი. ის ელოდება თქვენ. ის არიძინებს, თუნდაც ჩვენ მივეცით მას საძილე წამლები. ის უბრალოდ იცვა და უყურებს კარს, თითქოს იცის, რომ თქვენ მოხვალთ. სალომე დგას კარის წინ, რომლის უკან არის მამა და გრძნობს, რომ მისი გული ცემს ისე ძლიერად, რომ ფიქრობს, რომ ყველა ისმენს მას. ის აღებს ღრმას უნთქვას და აღებს კარის სახელურს, რომელიც არის ცივი და მეტალური, და ნელა აღებს კარს, რომელიც იხსნება ყვირილის გარეშე, თითქოს თავად საავადმყოფო იცის, რომ ეს მომენტი არის წმინდა და არ უნდა შეწყვეტილი იქნეს არანაირი ხმაურით. ოთახი არის ნახევრად ბნელი, განათებული მხოლოდ პატარა ლამპით, რომელიც დგას მაგიდაზე. საწოლში იწვა გია ყანჩელი, კაცი, რომელიც ოდესღაც იყო ძლიერი და აკონტროლებდა ყველაფერს, მაგრამ ახლა გამოიყურება პატარა და მოწყვლადი, თითქოს ავადმყოფობამ წაართვა არა მხოლოდ ძალა, არამედ ის ფარი, რომელსაც ის ატარებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ის აბრუნებს თავს, როდესაც ისმის კარის ხმა და ხედავს სალომეს, რომელიც დგას კარის სღურბლზე, და მისი სახე იცვლება, პირველად არის შოკი, შემდეგ რაღაც, რაც ჰგავს ტკივილს, შემდეგ რაღაც, რაც ჰგავს შვებას. ის ცდილობს რაღაც თქვას, მაგრამ მისი ხმა არის სუსტი და გატეხილი, და ის მხოლოდ ჩურჩულებს, სალომე. ეს არის პირველი ჯერ 3 წლის განმავლობაში, როდესაც ის ამბობს მის სახელს, და ეს სახელი ჟღერს არა როგორც ბრალდება, არამედ როგორც ლოცვა, როგორც რაღაც, რასაც ის ატარებდა შიგნით მთელი ამ დროის განმავლობაში და ახლა საბოლოოდ გამოუშვა. სალომე მიდის საწოლთან და ჯდება სკამზე, რომელიც დგას მის გვერდით. ის უყურებს მამას და ხედავს, რომ ის არის არა ის კაცი, რომელიც იყო მის მეხსიერებაში, ძლიერი, აკონტროლებელი, შეუპოვარი. ეს არის კაცი, რომელიც გამოიყურება დაღლილი და მოხუცებული, კაცი, რომელიც ატარებს წლების ტვირთს თავის მხრებზე. ის ცდილობს რაღაც თქვას, მაგრამ სიტყვები არ მოდის, რადგან რა შეიძლება თქვა ადამიანისთვის, რომელმაც გაწყრა, მაგრამ რომელსაც ასევე უყვარხარ. რა შეიძლება თქვა მამისთვის, რომელმაც გაანადგურა შენი ოცნებები, მაგრამ რომელიც ასევე მოგცა ცხოვრება. გია ყანჩელი აღებს ხელს და ეხება სალომეს ხელს, რომელიც იწვა მაგიდაზე, და ეს შეხება არის ისეთი ნაზი და მოწყვლადი, რომ სალომე გრძნობს, რომ რაღაც მის შიგნით იშლება, ის კედელი, რომელიც ის ააშენა წლების განმავლობაში, რომ დაეცვა საკუთარი თავი. ის იწყებს ტირილს, და ეს არის არა ტირილი რისხვისა ან ტკივილისა, ეს არის ტირილი შვებისა, ტირილი იმისა, რომ საბოლოოდ, ამდენი წლის შემდეგ ორი ადამიანი, რომლებიც უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ვერ ესმოდათ ერთმანეთი, ეხებიან ერთმანეთს და ცდილობენ იპოვონ გზა ერთად არსებობისთვის. გია ყანჩელი ჩურჩულებს და მისი ხმა არის ისეთი სუსტი, რომ სალომე უნდა მიუახლოვდეს, რომ გაიგოს, მე ვნახე შენი თამაში. ნატომ მომიყვა რეცენზიები. მე ვიცოდი, რომ შენიყავი კარგი, მაგრამ მე არ ვიცოდი, რომ შენიყავი ასე კარგი. მე ვიცოდი, რომ შენ გქონდა ნიჭი, მაგრამ მე არ მინდოდა დამენახა ეს, რადგან თუ დამენახა ეს ნიშნავდა, რომ მე ვცდებოდი. ეს ნიშნავდა, რომ შენ მართალი იყავი და მე ვცდებოდი და მე არ შემეძლო ამის აღიარება. ეს არის პირველი ჯერ, როდესაც გია ყანჩელი აღიარებს, რომ ის შეცდა და ეს აღიარება არის ისეთი მძიმე და მტკივნეული, რომ სალომე გრძნობს, რომ ის ვერ სუნთქავს. ის ჩურჩულებს, მამა, მე არ მინდოდა შენი დატოვება. მე მინდოდა, რომ შენ მენახე, როგორც ის, ვინც მე ვიყავი, არა როგორც ის, ვინც შენ მინდოდა, რომ მეყავი. მე მინდოდა, რომ შენ მიყვარდე, არა იმიტომ, რომ მე ვიყავი შენი ასახვა, არამედ იმიტომ, რომ მე ვიყავი შენი ქალიშვილი. გია ყანჩელი კვნესის და ეს კვნესა არის ისეთი ღრმა და ტკივილიანი, რომ ის ჟღერს როგორც მუსიკა, მუსიკა, რომელიც მოდის არა ინსტრუმენტიდან, არამედ სულიდან, რომელიც ტკივის. ის ამბობს, მე ვიყავი მშობელი, რომელიც ფიქრობდა, რომ სიყვარული არის კონტროლი. მე ვფიქრობდი, რომ თუ მე გაკონტროლებდი შენ, ეს ნიშნავდა, რომ მე გიცავდი შენ. მაგრამ მე არ გიცავდი, მე განადგურებდი.
და როდესაც შენ წახვედი, მე მივხვდი, რომ მე დავკარგე არა მხოლოდ ქალიშვილი, მე დავკარგე ნაწილი საკუთარი თავისა, ნაწილი, რომელიც იყო კარგი და სუფთა, ნაწილი, რომელიც იცოდა როგორ უნდა ყოფილიყო სიყვარული. ეს არის აღსარება, რომელსაც გია ყანჩელი არასოდეს გააკეთებდა საჯაროდ აღსარება, რომელიც მოდის არა ძალიდან, არამედ სისუსტიდან და რომელიც არის უფრო ძლიერი ვიდრე ნებისმიერი მუსიკა, რომელიც მან ოდესმე შექმნა. სალომე ჭერს მამის ხელს, რომელიც არის ცივი და კანკალებს და ამბობს: მამა, მე არ მინდა, რომ შენ ნანობდე. მე მინდა, რომ შენ გაიგო. მე წავედი არა იმიტომ, რომ არ მიყვარდი შენ, მე წავედი იმიტომ, რომ მიყვარდა საკუთარი თავი. და ეს არის რამ, რასაც შენ მასწავლე მე, თუნდაც შენ არ იცოდე ამის, შენ მასწავლე, რომ ხელოვნება მოითხოვს მსხვერპლს. და ჩემი მსხვერპლი იყო შენი მოწონება, რადგან მე ვიცოდი, რომ მე არ შემეძლო ყოფილიყავი ორივე, შენი სრულყოფილი ქალიშვილი და ჩემი რეალური თავი. ეს არის სიმართლე, რომელიც არის ისეთი მარტივი და ისეთი რთული ერთდროულად, სიმართლე, რომელიც ამბობს, რომ ზოგჯერ სიყვარული ნიშნავს გაშვებას და რომ ეს არის ყველაზე რთული გაკვეთილი, რომელსაც მშობელი უნდა ისწავლოს. ისინი ზიან ისე რამდენიმე საათის განმავლობაში, ხელები ერთმანეთში ჩაკეტილი, სიტყვები აღარ საჭიროა, რადგან ყველაფერი, რაც უნდა ითქვას, უკვე ითქვა. გარეთ იწყება განთიადება და პირველი სინათლის სხივები შედის ფანჯრიდან და ანათებს ოთახს, რომელიც იყო სავსე ბნელით მთელი ღამის განმავლობაში. ნატო შედის ოთახში და ხედავს მათ, მამას და ქალიშვილს, რომლებიც საბოლოოდ იპოვეს გზა ერთმანეთთან და იწყებს ტირილს, რადგან ის იცის, რომ ეს არის მომენტი, რომელსაც ის ელოდა წლების განმავლობაში, მომენტი, როდესაც ოჯახი, რომელიც იყო გატეხილი, საბოლოოდ იწყებს შეკეთებას. მაგრამ ის ასევე იცის, რომ ეს შეკეთება არის არა დაბრუნება წარსულში, ეს არის შექმნა ახალი მომავლისას, სადაც ყველა შეძლებს იყოს საკუთარი თავი და სადაც სიყვარული არის არა კონტროლი, არამედ თავისუფლება. მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს შვება? შეძლებს თუ არა გია ყანჩელი რეალურად შეცვალოს, თუ ეს იყო მხოლოდ მომენტი სისუსტისა, რომელიც გაივლის, როდესაც ის გამოჯანმრთელდება. და რა ფასი გადაიხადა სალომემ იმისთვის, რომ დაბრუნებულიყო და კარგა თუ არა ის ყველაფერი, რაც ააშენა მოსკოვში, თუ ის შეძლებს იპოვოს გზა იყოს ორივე, ქალიშვილი და აქტრისა, ქართველი და მოსკოველი ადამიანი, რომელიც ეკუთვნის ორ სამყაროს, მაგრამ რომელიც ასევე არის სრულყოფილი თავის თავად. 1995 წელს გია ყანჩელი ტოვებს ამ სამყაროს მშვიდად თავის სახლში, გარშემორტყმული ოჯახით, რომელიც საბოლოოდ ისწავლა, როგორ ყოფილიყო ოჯახი, არა სრულყოფილი, არამედ რეალური, არა იდეალური, არამედ ნამდვილი. მისი ბოლო სიტყვები სალომესთან არის: მე ვნახე შენი თეატრი. მე ვნახე, რასაც შენ ააშენე. და მე ვიცი ახლა, რომ ყველაზე დიდი მუსიკა, რომელიც მე ოდესმე შევქმენი, არ იყო ის, რაც მე დავწერე ქაღალდზე, ეს იყო შენ, ჩემი ქალიშვილი, რომელიც გახდა ის, ვინც შენ ხარ, მიუხედავად ყველაფრისა, რაც მე ვცადე შეგეჩერებინა. ეს არის აღსარება, რომელიც მოდის ძალიან გვიან, მაგრამ რომელიც მაინც მოდის და რომელიც აძლევს სალომეს იმას, რასაც ის ეძებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში, არა მხოლოდ მოწონება, არამედ გაგება. დღეს, როდესაც ადამიანები საუბრობენ სალომე ყანჩელზე, ისინი საუბრობენ არა მხოლოდ როგორც გია ყანჩელის ქალიშვილზე, ისინი საუბრობენ როგორც აქტრისაზე, რეჟისორზე, პედაგოგზე, ქალზე, რომელმაც შექმნა სივრცე, სადაც ათასობით ახალგაზრდა ადამიანმა იპოვა თავისი ხმა. მისი თეატრი, თავისუფალი სცენა კვლავ მუშაობს დღესაც და ის არის ადგილი, სადაც ახალგაზრდა აქტრისები და აქტიორები სწავლობენ არა მხოლოდ როგორ ითამაშონ, არამედ როგორ იყვნენ თავიანთი თავები, როგორ იბრძოლონ საკუთარი თავისუფლებისთვის, როგორ შექმნან რაღაც, რაც არის რეალურად მათი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა, რომელიც სალომემ დატოვა, არის არა თეატრი, არა სპექტაკლები, არა ჯილდოები, ეს არის ისტორია, ისტორია ქალის შესახებ, რომელმაც გაბედა იყოს საკუთარი თავი იმ სამყაროში, რომელიც ცდილობდა მას ჩაეტია ყუთში. ისტორია, რომელიც ამბობს, რომ ოჯახი არის არა ის, ვინც გაკონტროლებს შენ, არამედ ის, ვინც გიყვარხარ და გიცავს შენს უფლებას იყოს საკუთარი თავი. ისტორია, რომელიც ამბობს, რომ სიყვარული არის არა ბორკილები, თუნდაც ეს ბორკილები იყოს ოქროსგან, სიყვარული არის ფრთები, რომლებიც გაძლევენ შენ ძალას გაფრინდე. და როდესაც დღეს ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები მოდიან თავისუფალ სცენაზე და ეკითხებიან, როგორ შევძლებიყო საკუთარი თავი, როდესაც ყველა მეუბნება, ვინ უნდა ვიყო. მასწავლებლები მათ უყვებიან სალომეს ისტორიას. ისტორიას ქალის შესახებ, რომელიც დაიბადა ჩრდილში, მაგრამ რომელმაც იპოვა თავისი სინათლე. ისტორიას ქალის შესახებ, რომელიც დაკარგა ყველაფერი, მაგრამ რომელმაც იპოვა საკუთარი თავი. ისტორიას ქალის შესახებ, რომელმაც ასწავლა ჩვენ, რომ ყველაზე რთული და ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა არის არა ბრძოლა სხვების წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა საკუთარი თავისთვის, უფლებისთვის იყო ის, ვინც შენ ხარ, თუნდაც მთელი სამყარო იყოს შენს წინააღმდეგ. მეგობრებო, როგორ აფასებთ სალომე ყანჩელის არჩევანს?
იყო თუ არა ის მსხვერპლი იმ სისტემისა და იმ ოჯახური ტრადიციებისა, რომლებიც ცდილობდნენ განესაზღვრათ მისი ცხოვრება, თუ თვითონ იყო ძლიერი საკმარისად, რომ შეექმნა საკუთარი გზა. შეძლო თუ არა მან რეალურად გაათავისუფლოს თავი მამის ჩრდილისგან, თუ ეს ჩრდილი მისდევდა მას მთელი ცხოვრების განმავლობაში. და რა არის უფრო მნიშვნელოვანი, ოჯახური ჰარმონია თუ პირადი თავისუფლება, როდესაც ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იხსენებენ თუ არა სალომე ყანჩელს თქვენს ქალაქში, თქვენს თეატრებში, თქვენს გულებში. დააჭირეთ ლაიქს, თუ ეს ისტორია შეეხო თქვენს სულს და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ გაიგოთ მეტი ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც გაბედეს იყვნენ საკუთარი თავები იმ დროში, როდესაც ეს იყო ყველაზე საშიში და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც ადამიანს შეეძლო გაეკეთებინა.